ერთმა დაგისოთ გაგახარდეთ ის სიყვარული გლოცავთ მე სულიერ ძალას გისურვებთ მეტ ასე ვთქვათ ძალისხმევას მეტად უფრო მოვინდომოთ ახლა მართვის ბოლო დღეები რა თქმა უნდა მეტად მოვინდომოთ უფრო და უფრო მოვინდომოთ რომ გავაცნობიეროთ ჩვენ ჯვარკმართველობა უფრო პატვალი შევხედოთ ყველაფერს მეტად ტექნოლოგიურად მოწყალე მასშტაბური მზერით შევხედოთ მართვის დროს უკვე ბოლოსკენ განცდილია ჩვენი მეტნაკლება ხო ჩვენი გონება გული განცდილია უფრო დამშვიდებულია ეს თუ ბრძოლები თუ არის არაუცებ კიდე არის დრო და ეს კიდე დასწრაფება დამშვიდება ნებისმიერ შემთხვევაში თავი უფრო მოვთხოვოთ უფრო მეტად გავაძლევოთ ჩვენი მარხვას ზიარების სიხშირეს მოუმადოთ და ესე აუცილებლად კეთილ შედეგებს გამოიწვევს ეს საფრთხე ჭეშმარიტებები შევიმესოთ სახარება წავიკითხოთ სულიერი ეს ვთქვათ ძალა მოვიკრიბოთ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თავის შედეგს გამოიწვევს ხილად ვიყოთ შეიძლება პატარა მიზეზმა რაღაცა დიდი ის დაბადოს ცოდვა პატარა რაღაცა ნერვების მოშლამ და გამოყენების წონასწორები და მთელი ეს რაც მთელი მარხვაში მაზლი მოვიკრიბეთ უცებ გაგაფანტინოს არა ესე რომ არ მოხდეს და გზა გაიხსნას ამიტომ არსებობს თვით თავის შეკავება არსებობს ლოცვა არსებობს ვედება რაც მე არ შემიძლია შენ შემაძლებინა ღმერთო ეს ხო არ უნდა რაღაცა მოკლე გზები და იმპროვიზაციები არ მინდა უკვე რაც მოცემული არის ჩვენთვის ჩვენს ცხოვრებაში მოცემულია ქრისტიანულ ცხოვრებაში ეს ასკეზა ეს წესები ეს ლოცვები თვითმოთოკვა რაც არის მოცემული მართლმადიდებელი ეკლესიის ცნებებით ესენი რო გავაკეთოთ უკვე ეს ყველაფერი დიდი დახმარებაა ძალიან შეგვეწევს ადამიანს ყველა საშუალება მისცა უფალმა რომ უკეთესი გახდეს უკეთესი იყოს ვიდრე არის და გამოვიყენოთ ეს საშუალებები ხო ამდენი რაღაცა გვაქვს საშუალება გვაქვს ვერ ვიტყვით რომ ღმერთმა არამე დაგვაკმა ყველაფერი მოგცა მადლობა ღმერთს ამისათვის ამიტომ მაქვს ვალო მოციქული კი იცით ეს იყო ყოველივეს ზუსტიტირებას არ ყოველივესთვის მადლობდეთ მუდამ გიხაროდეთ მუდამ ლოცულობდეთ ამას რა ჯობია მადლობდეთ ყველაფრისთვის ღმერთს მადლობა მუდამ მოუკლებელი და ლოცულობდეთ ანუ სულ რომ ვილოცოთ კარგი უწყვეტი რო იყოს ეს მე ვერ ვახერხებ მაგრამ ესე კარგი იქნება რა ესე ეცემა და ეს სიხარულს მოიტანს აუცილებლად ხო იმიტომ ძალიან ხილად უნდა ვიარო ძალიან დიდი საფრთხეების ხილული თუ ხილავის საფრთხეების წინაშე დგევარ დღეს მით უმეტეს დღეს ძაფრად დგას ადამიანის ქრისტესადმი პოზიციის საკითხი დღეს უბრალოდ მორწმუნე ხარ კი არა შენ წამს თუ არა ქრისტე ღმერთი ამაზე არის ლაბადო ზოგადად რაღაცა ზოგს წამს ეხლა დადურწმუნო ზოგი არ არის ზოგს რა წამს ზოგს რაღაცა მაგრამ ეს წამსი არის ნამდვილი წამსი ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის წამსი რომელიც აცხოვრებს ადამიანს ამიტომ წამს თუ არა და შენი რწმენა აქტიურია თუ არა შენი რწმენა ნამდვილად მყარია თუ არა დღეს ეს ძალიან მწვავედ დგას გაიგეთ აი ესე არის აუცილებელი და ასე ვთქვათ აი ეს მიწიერი ჩვენი ცხოვრება სულ წინააღმდეგოები ხილული თუ უხილავები ძოლები ხილულს ვერაფერს ვერ უშვები უხილავს რაღაც უსა ამიტომ სულ ის უნდა ვევედროთ ღმერთს რაცა მე არ შემიძლია ღმერთო შენ შეგვაძლებინებს აუცილებლად მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია მის განმაძლიერებელ ქრისტე ღმერთში უფრო მეტი სითბო არის სვამას ვიძახით და იგივეს ფაქტიურად უფრო მეტი სითბო უფრო მეტი სიყვარული გამოამჟღავნოთ საპასუხო სიყვარული უფალს ვიღენ არაფერი არ ჭირდება უხარე უფალს საპასუხო სიყვარულს ცნებების აღსრულებით რომ ამჟღავნებს ადამიანს საპასუხო სიყვარული გამოამჟღავნოთ მეტი ადამიანებისადმი მეტი საპასუხო სიყვარული გამოამჟღავნოთ რა თქმა უნდა გამოვეთი ასევე ცოდვების ამიტების აღთვის წინააღმდეგ რაც არის შესაძლებელი გამოვასწოროთ სიყვარული ადამიანებისა და სოციუმის წინააღმდეგ ხომ ბევრს ვაშავებთ ასევე რაღაცებს ხომ ჩავიხედოთ ცოდვები მოყვასის წინააღმდეგ ჩვენ რო არ გონია ზოგჯერ ისეთ ცოდვას ვიდნენ ხოლმე რო არ ვიცი ამიტომ ესეც გამოვასწოროთ ყველაფერი ეს რა თქმა უნდა საკუთარი თავის წინააღმდეგ ცოდვები საკუთარი თავის წინააღმდეგ ხომ დეპრესიას ხელის ჩაქნევა უიმედობას ასოციაციებთან აღარ ჩავამხილებ კიდევ ნეგატივს
ესენიც გამოსასწორებელია. შენი თავიც უნდა კარგი ქრისტიანული გაგებით უნდა მოიძულო. იმ გაგებით კი არა რომ შენი თავი ვერ აიტანო. შენ უნდა გიყვარდეს შენი თავი ისე ქრისტიანულად რომ მოყვასი შეიყვარო როგორც შენი თავი. მაგრამ ეს ჯერ ამას დროის ამ დონეს მიღწევა უნდა. ეს ადვილი არ არის შენი თავი ისე შეიყვარო როგორც ქრისტე გეუბნება. უარყავ თავი შენი. აიღე ჯვარი შენ და შემომიდეგინე მე. აი ამ ფონზე უნდა გიყვარდეს შენი თავი. ამას ქვია თორე შენი თავი ჭიპი გეგონოს დედამიწის ეს ვერაფერი სიყვარული ვერ არის. მე ამის საპირისპიროში დარწმუნდები ხარა სასაფო რეჟიმით და როგორც თქვა რომ გორდება დაღმალზე. განპირობ დეტერმინირებულია მისი მოძრაობა. ანუ განპირობებული აუცილებლად მოძრაობა უფრო და მეტი სიჩქარე წამოვა. იმას ალბათობა აღარ უნდა. ის აუცილებლად იგორებს და იგორებს მეტი სიჩქარე. ასე ვერი ესეც. როდესაც ადამიანი ასე ვთქვათ ცუდ ციდენს აუცილებლად ცუდ შედეგს გამოიღებს ეს ხო? ამიტომ ვეცადოთ რომ მიზეს შედეგობრივი კანონები მეტად დავაფიქსიროთ. რასაც დასთესავ, იმას მოიკი, ხო? როგორც მოეპყრობი, ისე მოგეპყრობიან. სამყარო ზუსტად ისეა შექმნილი ყველაფერი, ეს ანთროპული პრინციპი არის ჩადებული. ადამიანისთვის არის, ადამიანი მთავარი გვიგვინი ქვეყნიერების, ადამიანი გვიგვინი ხმილებისა. ამიტომ ყველაფერში ისე არის ანთროპული პრინციპი ქვია. ადამიანისათვის არის ყველა. აი როგორც შეხედავთ, ადამიანისათვის შეუძლებელი იქნებოდა მცირე შეცდომა, მცირე გადაცდომა შეიღოს რაიმე პროპორციაში, აღარ მეთქვი ხარა განზომილებების არ ჩამოთვლი. რაიმე მცირე პროპორციაში რომ იყოს რაღაც მცირე მე მილიონედი წილადში, ხო, უსასრულო წილადში რაღაც შეიღოს რაღაც ერთი რაღაც რიცხვი სხვა. შეუძლებელი იქნებოდა დედამიწაზე არსებობა, სიცოცხლის არსებობა და თან შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის სიყოფნა. ამიტომ ყველაფერი ანთროპული პრინციპით ადამიანისათვის არის. შეხედათ როგორ არის ყველაფერი, ხო? ელექტრონი გავს ატომს, ატომი გავს მზის სისტემას, მზის სისტემა გავს სოციუმს, სოციუმი გავს ადამიანს, ადამიანი გავს სამყაროს და ასე ყველაფერი ერთმანეთშია ჩადებული. ეს ისეა ყველაფერი, რამაც დიდი საიდუმლოებაა. ამაში ღვთის მიერ ყოველივეშია ჩადებული. ამიტომ სადაც არ გაიხედავ, ყველგან უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. ყოველგან აქვს და ყოველსა ვეღაცას. როგორც მაკრო სამყაროში უსასრულოდ, ასევე მიკრო სამყაროში უსასრულობა მეორე. როგორც ზევით, ასევე იმ მიკრო ქვევით. და ყოველგან აქვს, რომ ეს მთლიანი ერთიანობა სამყაროში გასაოცარი საიდუმლოა, დიდი და სასწაული. ეს დიდი თემა. ამიტომ ეს საფრთხე ჭეშმარიტებები, რომლებიც ამ ჩვენი რეალობაში, რომელშიც მოგვიყვანა ღმერთმა არაყოფიერიდან ყოფიერში, მოგცა გასაღები, რომ არავის ბოქლომი არ დაუდია ჩვენ ცხოვრებაზე. არც სასופველის გზაზე. პირიქით ჩაკეტილი გახსნა ქრისტემ და იმის გახსნას ვერავინ ვერ ჩაკეტავს. არ არსებობს ის ძალა. ჯოჯოხეთით გახსნა, აგახვენით ჭარი ჯოჯოხეთიც არ გახსოვთ, ხო, საბუნეთში ეს წინასწარმეტყველება. რო ჩავიდა. ხო, გახსოვთ. 3 დღის ალბომა და ეს ჯოჯოხეთში ჩასვლა და ამოყვანა და ეს დიდი თემა გახსოვთ, ხო? ამიტომ ჩვენს მოგცა გასაღები, ჯვარი, 7 ნიჭი სულისმის 9 ნაყოფად უნდა ვაქციოთ. მოგცა გასაღები რომ ამ ჩვენი სულიერი რეალობის ბოქლომი გავხსნათ. ყველას თავის პატარა გასაღები აქვს. თავის ცხოვრების ჯვართმთელობის საიდუმლო რაღაცა ესეთი კარები გახსნას. ღია ის პრინციპში. უბრალოდ გადაატრიალე, ცოტა მოინდომე, მოარგე ეს შენი 7 ნიჭი სულისმის, რომ 9 ნაყოფად იქცე, გადააბრუნე ამ ბოქლომის გასაღები და გახსნილია და რომ გააღებ, მე ვარ კარი, შენ მიერ თუ მე შევიდეს და სხონდეს. და საძოვარი პოვოს და იმის არის საძოვარი, იმისთანა საძოვარია ქრისტეს. საძოვარი ანუ აქ გულისხმობს საკვები, სულიერი, ხორცი, ყველანაირი სულიერი, ემოციონალური ხორცი, ყველაფერი. ჩვენ ხო მარტო ბიოლოგიური საკვებით არ ვცხოვრობ, ჩვენი პრინციპი არსებობის სულიერი არსებობის პრინციპი, სულიერი არსებობის ქრისტეშია, ღმერთშია. თორე ჩვენი ცხოვრება რა არის? აფრე ადამიანი. თისგან მოსული პრინციპი ჩვენში უკვდავი მე, რაც არის ნაპერწკალი, ღვთაებრივი, აი ეს არის ეს ნათელი, ხო? და ეს არის გვაძლევს საშუალებას უკვდავი მე ხატება რომ მსგავსებად ვაქციოთ და ჩვენ ღვთისგან მოცემული ძალით ცხოვრობთ და ღმერთმა მოგცა ამის შესაძლებლობა და ის გვიხანგრძლივებს ყოველ დღეს, თორე ჩვენ თავითვისით რისი გამხანგრძლივებლები ვართ და რისი გამკეთებლები. არაფერი არ ძალებს და მოსგა არაფერი არ შეგიძლიათ ჩემს გარეშეო. და კარგი რაც შეგვიძლია, ყველაფერი არ შეგვიძლია ჩვენ უწოდოთ ჩვენში რაც კარგია, ჩემიას. რაც ადამიანში კარგია, მისი პირადი საკუთრება ვერადროს ვერ იქნება. ღვთისაგან არის მისთვის მიცემული. და ვერ მიისამართლებ.
და პრივატიზაციას ვერ გავუკეთებ. ჩემია. ქონებასაც ვერ გავუკეთებ, ვერავინ მოიძახს. ჩემია, ის ჩემია, რა არის შენი? რა არის შენი ერთი სასწაულო ადამიანი? რა არის შენ? შენ თვითონ არ ეკუთვნის შენ თავს. შენი სხეული რო სხეულია და სული ისიც არ ეკუთვნის შენ. როცა უნდა მოკიდებს ხელს ქეჩოში. ხო არ იგავ გახსოვთ. რა სძახიო შენ დღესვე ჩემთან იქნება. ხო გახსოვთ ის რა იგავ ხა ზუსტ ციტირებას არ რა არის შენ? რა სიკლის საკუთრება? მე საკუთრება მოიქნები. რა შენია ჯერ ის გააცნობიერე, რაც მართლა გაჩუქა, იმისთვის გაჩუქა, ისიც გაჩუქა, რომ ტალანტი მოგცა, რომ გაამრავლებო და არა უკან მიუყარო. და კიდე სასჯელი მიიღო ის გამო. ამიტომ ეს დიდი თემაა, ვეცადოთ რომ ეს საფრთხე ჭეშმარიტებები, რომლებიც ჩვენი სულიერი რეალობის ბოქლობს, გაგვახსნევინებს ჯვარი, ჩვენი გასაღები ჯვარით. ფრთხილად და გონიერად გამომიყენოთ, რათა ეს გახსნილი გზა, უფრო და ვიწრო გზა იყოს ჩვენთვის სუბუქი და ტკბილი. რადგანაც ტვირთი უფლისა სუბუქი და ტკბილია. სხვა მოკლე გზები სასופველოა, სათადარიგო გზები, რაღაცა სათადარიგო შესასვლელები, ვისაც უნდა არის ეგეთი ცნობებიც, ხა დიდი თემა ესეც არ არსებობს. არც იმპროვიზაციები, ესე არ მოდი ისე, არა, ესე რომ შენ რო გინდა ისე ვერ იქნება. ამიტომ შენ უნდა ეცადო ისე, როგორც არის იყავნება შენი, ვისაც საათაშინა, ეგრეცა ქვეყანაზე და როგორ არის ნება ღვთისა, ის ყველაფერი განცხადებულად არის მოცემული საფრთხო გამოცხადებაში. წმინდა წერილსა, წმინდა გარდამოცემაში. ყველაზე დიდი დახმარება ჩვენთვის ღმერთს უნდა, რომ დაგვეხმაროს. ყველაზე დიდი დახმარება ისა, რომ ჩვენ დავეხმაროთ ჩვენ თავს. რითი? რომ ღმერთის დახმარება ღვთის სადიდებლად, სულის სასხოვნებლად გამოვიყენოთ. რომ თვით დახმარება აღვასრულოთ, თორე გამოხსნა და განგებულებითი სოტერიოლოგიური საიდუმლო აღსრულებულია. თვით გადარჩენაში თანხმობა განახორციელე, აზრით, სიტყვით თუ საკუთრო ქრისტემ ყველაფერი გააკეთეს შენთვის უკვე. ყოველივე აიღო თავის თავზე, ყოველივე მოქცა უბრალოდ შენ გელოდება, შენ როგორ გამოიყენებ თუ თავისებ და შეისის ხორცებ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღებით ამ საიდუმლოს, რომელიც უკვე აღსრულებულია. ყველაფერი იტვირთა მან. ამიტომ მაცხოვარი, ხო? და თავისი ბეჭედი დაადო. ყველაფერს, თავისი ხელმოწერა, თავისი ბეჭედი, ღვთაებრივი ნიშანი დაადო. და იცის უფალმა ადამიანს რა დაავალა, იცი ბეჭედი, 7 ნიჭი დაავალა სამეფობი, გამოიღე. შეიძლება ყველაფერი ერთად არ გამოიღო და ერთნაირი ზომით, მაგრამ ნელ-ნელა გამოიღე. სავალდებულოა, სასურველია, კარგი იქნება რომ გამოიღო და თუ არ იქნება არაუშავს არ არის. უხილავი ძალები მოქმედებს, მუშაობს ჩვენზე, უფლის მადლი, ფარველი ანგელოზი, წმინდანები, რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის კურთხევა და ადამიანი თვითონ არის კიდევ აი ხოროთი ძალების ძებზვის და თვითონ არის არენა, ამ ბრძოლის არენა, ისე ვთქვა, ბრძოლის ველი ადამიანი თვითონ ამ უხილავი ძალების და ამიტომ დიდი მენტალური, ემოციონალური პოტენციალი, სიფრთხილე, სულიერობა უნდა გამოიჩინოს და მეტად იღვიძოს და ილოცოს, რათა არ შევიდეს განსაცდელში. და ამბობს მამაო ჩვენოში მყარი, და ნუ შევიყარებ ჩვენ განსაცდელს, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან და გზახსნილი ქონოდეთ. ის საიდუმლო სულის აწმენდა.